მისასთვის. ლაზიკას მშენებლობა ვერ გაგრძელდებოდა, ამის მიზეზად რეგიონული განვითარების მინისტრმა დოკუმენტაციისა და ნახაზების არარსებობა დაასახელა. საზღვროსპირა ქალაქისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების გამო წუხილი საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის დროს გამოთქვა. რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში მთლიანად შეჩერებული ან არის ძალიან შენელებული. მე ისიც მოვისმინე, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრს თქმევს, რომ თურმე ლაზიკას მშენებლობაც გრძელდება. ლაზიკაში წარწერებიც კი მოხსნეს, სადაც ლაზიკა იყო ნახსენები, ჩავედი და ვნახე. და ეს ტელევიზიით არც გამიშუქებია იმ დროს, როცა ვიყავი. პრეზიდენტის განცხადებას ლაზიკასთან დაკავშირებით მე ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, იმიტომ რომ ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით არ არსებობდა არანაირი ტექნიკური დოკუმენტაცია, ნახაზი, მაკეტი, არ არსებობდა მოძიებული ფინანსური სახსრები თუ რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. რაც შეეხება ანაკლიის ტერიტორიას, იქ ჩვეულებრივ გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.